დღემშვიდობის მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველიც და მეიქაპ ვიდეოს გადასაღებად YouTube-ისთვის. და არ ვიცი როგორ დავაედიტებ ამ ვიდეოს, არ ვიცი როგორ გამომევა, მაგრამ დღევანდელი ჩემი მისია არის აი ეს smoky eyes. ჩამოვიღებ ჩემს რაღაცებს და დავიწყოთ ესე იგი გაკეთება ჩვენი მაკიაჟის. პირველ რიგში ვისვამ დამატენიანებელს Neutrogena's Hydro Boost, რომელიც მე ძალიან მომწონს. ალბათ სანამ არ გათავდება, მანამდე არ შევიცვლი აი ამას. დავიწყოთ ჩვენი მაკიაჟის წასმა. კონსილერი, თვალებია ყველაზე მნიშვნელოვანი. სახეზე თქმა უნდა კვლავ მაქვს დაპორწყნილები ჩემი შვილის მიერ. ხოდა ეს გადამივლის ეს სული მაქვს. ფელი სპონჯით ყოველთვის კარგად გადანაწილდება ხოლმე. ნელ-ნელა ამით მაკიაჟის გაკეთებასაც ვისწავლი მე მგონი. ძალიან დამაინტერესა მაკიაჟმა 2026 წელს. წელი დავიწყე, პირველ დღეს გავიკეთე მაკიაჟი და ნელ-ნელა ალბათ უფრო დავხვეწ ჩემს ტექნიკებს, რაც მაქვს. აზრზე რომ როგორ ჩანვარ, წინა კამერით არ ვედებ, უკანა კამერით ვედებ და ნახოთ რა გამოვა. მედია ძალიან არ გამიკეცხავთ, იმიტომ რომ ცოტა იყოს და მეშინი ამას გამოვიყენებ ალბათ. ბოლოს. თვალებზე აი ესე. დავიტან. ეს მეორე. ოკ. და სხვა შორის ამ მაკიაჟში ამ გოგოს უსვია თვალზე აი ეს ფერი. ცოტა ყავისფერიც აქვს ზემოთ ეს ფერი. უებს ყველას უსვია კოჰოლი თვალებზე, ძალიან ბევრს. რაც ძალიან მოსწონთ. ეს კოჰოლი არის შავი, ძალიან შავი. როგორ გითხრათ, თვალის ლაინერი. რა კარგია. ცოტა გასასწორებელია. ლაინერს რო წავისვამ გასწორდება თავისით, მეგონი არ არის ჩუდი. აბებზე გადავალუცებ. ეს ვარჩი, იმიტომ რომ წარბები არ მაქვს კარგად. მე ვიცი რაღაცნაირი. წარბებზე რადგან არ მაქვს წარბები მთლად ცხელი, ვისვამ ხოლმე ამას. კარგია. ხანს ძლებს. არის თვალის ლაინერი წავისვამ და დაგიბრუნდებით. ლაინერი წავისი უკვე და ეხლა ფანქარზე გადავალ. ეს ფანქარი გასმოიდა ცოტა თვალის დაბლაც და ისე ვქნათ. დაბლაც ვსვია და შიგნით ოღონდ აი შიგნით აქ როგორც მე ვიკეთებ ისე არ აქვს ხოლმე ამ გოგოს. ეს სხვა სარკეს მოვიტან, თორე დავიტანჯე. მოვიტანე სხვა სარკე. ეს სარკე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ პატარაა და კარგად ჩანს ყველაფერი. მე კოჰოლი უნდა ვიყიდო, მგონი აქ როგორც იდულობენ გოგოები. ამოიღებენ და ისე თვალებზე გაისვამენ და კარგად აქვს თვალები ძალიან. რატო უფრო იოლი მარჯვენა თვალზე მუშაობა. დავიტანე ჩვენი საყვარელი მასკარა, ტუში. მოგოს აქ მაღლაც და დაბლაც. მითხარით რომ მოგწევთ, იმიტომ რომ მსგავსი მაკიაჟი მე არ ვიკეთებ ხოლმე ესეთ მძიმე მაკიაჟს. ხოთი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი შეფასება. ცოტა იქ ლოყებზე უშვი, აქაც ლოყებზეც არ ვიცომ ხოლმე ძირითადად ბლაშს. ვისვამ ხოლმე ცოტა ზემოთ.
ჰაილაითერი რო გჭირდება, რომელიც აი ეს შეყვარილი გულის ფორმის ჰაილაითერი მაქვს. ესეთ არის რამოდენს. ყავისფერი მაკიაჟი, კონტური და მოვწყდა რა მიწირს. კონტური. გამოვიწდა კონტური. ხანდახან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა ტუჩის ფერის ამორჩევა. და ალბათ ამოვირჩევ ამას, ჩემი ნახო როგორი ფერია. არის უფრო ვარდისფერია, ეს არ გვინდა. ეს ნახოთ. ეს უფრო ესამისფერია. როგორც კიდე აქვს ცოტა უფრო კანისფერი. აი ეს გამოდგება. ნაწავისით რა. დიდად წეჩევი. ეს ფერი აქამდე არ მიცდია და ძალიან მომეწონა. ნუდი კოსმეტიქსის აი ეს ფერის შემცვლელი ტუჩი. ესეთი რომელიც ძალიან მომწონს. მორჩი სინათლეზე დაგენახებით. დამიწევთ კომენტარებში რა შეცვლით, როგორ მოეწონათ ეს ჩემი smoky eyes, იმიტომ რომ თლად მუქი რაღაცა ვერ გამომივიდა, მაგრამ შემდეგში აუცილებლად დავხვეწავ. ისე იდეებს მომაწოდებთ, როგორი მაკიაჟი შეიძლება გავაკეთო, მოგებელი ვიქნებით. და შემდეგში ალბათ ვწვდი არაბულ მაკიაჟს სავარაუდოდ, რადგან აქ ვიმყოფები. და ნახოთ რა გამომივა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მაკიაჟი ვეკეთებ ხოლმე სასკოლო და სამუშაო ადგილისთვის უფრო შესაფერის, იმიტომ რომ სხვათა შორის სკოლაში აგვიკრძალეს მძიმე მაკიაჟის ტარება. არ ვიცი რატო, აი მართლა არ ვიცი რატო. ისევე როგორც აგვიკრძალეს შავლის ჩაცმა და მედიკament შარულები. ბედნიერი და მოხარული ვიქნებით, თქვენ დამწერთ კომენტარებს, როგორ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვიდეო და როგორ შეფასებდით ჩემს დღევანდელ მაკიაჟს. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.